Გავუყურებთ ბიზნეს კურიერს დღეს 3 მაისია მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ მოგესალმებით. მოგესალმებით. რა უბიძგებს ბიზნეს სოფლად? პირველ რიგში გაერთიანება მიიჩნევენ ფერმერები, ასე მათი ხმა მთავრობას უკეთესმის და ვინ უნდა ითავსოს უფრო ქალაქელმა მენეჯმენტის გამოცდილებით. თუმცა მაშინაც კი როცა მთავრობას ფერმერის ხმა ესმის და ეხმარება ბიზნესი ბიზნესს მაინც ვერ იღებს. ფერმას რომელსაც 5 მილიონი მისცეს 10,000 ხორი გაუწყდა და ახლა უარეს დღეშია ვიდრე მაშინ როცა ფული საერთოდ არ ქონდა. თუ მთა არ მიდის მუხამედთან, ურჩევნია მას თავად მივიდეს. მთასთან ამბობს აზიური სიბრძნე, თუმცა თუ კი ფერმერი მარტო მივა მთავრობასთან, ხმას მაინც ვერ გააგონებს. ამიტომ ჯობს ბევრი ფერმერი მივიდეს. ასეთია ქართული სიბრძნე და ის მუშაობს. თუმცა აკაკი გაერთიანებასაც მართვის ცოდნა ჭირდება, რაც სოფლად დამეთანხმები იშვიათია. ქალაქელები კი სოფელს უფრთხიან იქაურობა ეუცხოვებათ, არადა სწორედ მათი ცოდნა და მენეჯერული უნარებია დღეს იქ ჰაერივით საჭირო. აქ იყო ჩემი პირველი კაფე, სპერნიანოს სახელობითი ყავის სახლი მქონდა, რომელიც 2005 წელს დავიწყე. ეგ ბიზნესი დღესაც მაქვს, უბრალოდ ყავის სახლი აღარ არსებობს და გარკვეული წლების მერე ბარნოვიდან, ასე აბაშიძიდან აღმოჩნდი ახალციხეში. წელს ჩემი პარტნიორი, რომელიც ყავაში იყო, ჩემთან ერთად წავიდა ახალციხეში სათევზაოდ, დაათვრა და იყიდა 2 ძროხა. დაგვირეკეს ახალციხიდან და გითხრეს, რომ გასაგებია რომ 2 ძროხა ყავთ, იყიდეთ, მაგრამ ამ ძროხას მოვალა პატრონობა ჭირდებაო. ძალიან იღბლიანი აღმოჩნდით, იმიტომ რომ მაშინ ფონდი 1000 წლეული გამოწვევა საქართველოს ჰქონდა საგრანტო კონკურსი და ერთი კვირის ვადაში დავწერე ისეთი განაცხადი, როგორ გადაგვეყვანა სახლის მეურნეობა, ანუ ესე კუსტარულად წარმოებული მეურნეობა ინდუსტრიაში, ანუ როგორ გაგვეხადა, გაგვეკეთებინა იმერული ყველი ქარხნული სტანდარტებით. და მოვიგეთ ეს საგრანტო კონკურსი. აბსოლუტურად არ მქონია არანაირი არც განათლება, არც ცოდნა რა უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ მე თვითონ თარჯიმან რეფერენტი ვარ სპეციალობით. შეხება სოფელთან არ მქონია, თბილისში დავიბადე, გავიზარდე, სოფელიც არ მაქვს, ჩემ დასამწუხაროდ, ეხლა უკვე კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ როდესაც წავედი და ჩავედით ახალციხეში, პრობლემაც ის იყო, რომ არავინ არ იყო ადამიანი, ვისაც შეეძლო საერთაშორისო სტანდარტებზე და ტექნოლოგიებზე ეს ქარხანა აემუშავებინა. მომიწია მე თვითონ წასვლა, ერთ-ერთი ვიყავი თურქეთში, წასული კონიაში, ვსწავლობდი ტექნოლოგიებს, შემდეგ გავხდი სოციალურობის მენეჯერი. ეხლა წავიდეთ, განახებ შიგნით როგორია ჩემი საწარმო და მოგამზადებინი და მეც მომამზადებ ყველს. როდესაც აქ ჩამოვედით და თქვი რომ აღნიშნე კიდევაც რომ არ იყო საკვები პირუტყვისთვის, ფერმერებს დაუწყეთ დარიგება, ანუ ბარტერს უკეთებდით, ისინი გვაბარებდნენ რძეს და ჩვენ ვაძლევდით პირუტყვის საკვებს. თუმცა კი ახლა ნელ-ნელა რომ ნახეთ რომ რამდენად მაღალპროდუქტიული გახდა მათი პირუტყვი, ან დაახლოებით 20%-მდე მოიმატა წელომ, ახლა მოდიან და თვითონაც ყიდულობენ. არაფერი არ იყო საერთოდ, დაახლოებით აი ესეთი ნანგრევები იყო, რომ ჩამოვედით და მაგის მერე დავიწყეთ ფაქტიურად აი ესეთ სერიოზული მშენებლობები. ეხლა აი აქ სადაც ვდგავართ, აი აქ იქნება 100-იანი ძროხის ფერმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების იქნება და ამ წელიწადში ამას უკვე დავამთავრებთ.
როგორც გითხარი, გვაქვს რძის ქარხანა, ეს არის პირუტყვის საკვების წარმოებელი ქარხანა და აი ძროხა სადაც დადის, იქ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ვაშლის შემნახველი, იმიტომ რომ ქვევით გვაქვს 5 გექტარი ვაშლი. კიდე ჩვენი პატარა ტბა გვაქვს, რომელზეც მინდა რომ წაგიყვანო და განახო. იქ რას აპირებ? იქ ვაპირებ, რომ გავაკეთოთ თევზსარეწი და ჩემი ესეთი ოცნება არის, რომ გავაკეთო აგროტურიზმი და პატარა რამოდენიმე ესე ვთქვათ, ხის სახლები ჩავდგარო, ტურისტები რომ ჩამოვლენ, მე შეეძლოთ თევზი დაიჭირონ, იქ ვაშლი მოწყვიტონ, აქ ამოვიდნენ ყველი გააკეთონ, ზემოწველონ, კი არა, ძროხა მოწველონ. მოვედით ფერმერთა ასოციაციაში. ფერმერთა ასოციაცია შეიქმნა 2012 წელს და ზოგადად შევიკრიბეთ ერთი იდეის მქონე ადამიანები, ვისაც გვინდოდა რომ სოფლის მეურნეობა წინ წასულიყო, იმიტომ რომ იყო გარკვეული წლები, როდესაც სოფლის მეურნეობა სტაგნაციას განიცდიდა, არაფერი არ ხდებოდა და განსაკუთრებით ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა კომუნიკაცია ხელისუფლებას და ფერმერებს შორის. ეს ორგანიზაცია 5 ადამიანისგან დაარსდა, ანუ ჩვენ ყავს ბორდი, რომელიც როტაციული მეთოდის არის. დღევანდელ დღეს ვაერთიანებთ 750 ფერმერს. ეს არის ქოლგა ასოციაცია, რომელსაც ეყოლება სამომავლოდ რეგიონებში დარგობრივი ასოციაციები და შესაბამისად, აი ყველა პრობლემა, რომელიც რეგიონში იქნება მიუხედავად იმ თავისი სპეციფიკისა, მოვა ჩვენამდე და ჩვენ მოვახდენთ მერე ამაზე უკვე რეაგირებას. მაშასე თუ კი სოფლელებს გული ქალაქისკენ უწევს და ვაკეში უნდა ცხოვრება, ვაკელები წავალთ სოფელში, ასე ფულსაც ვიშოვით და ქვეყანასაც უშველით მიჩნევს კიდევ ერთი ვაკელი, გოგა ხაინდრავა, რომელიც 10 ოჯახთან ერთად თეთრი წყაროში მიდის და იქ სულ ახალ სოფელს აარსებს. არაც იცის, როგორ მოსთხოვავს მთავრობას ყველა დახმარება, რასაც ფერმერებს დაპირდნენ და ყველა პრობლემაც იცის, რასაც ფერმერები აწყდებიან. დახმარება კი მთავრობასაც აქვს და დონორებსაც, ოღონდაც ლანგარზე ეს ყველაფერი არდებს, რომ მიიღო, უნდა გაინძრე. ოჯახი გადავდივართ საერთოდ სოფელში საცხოვრებლად. ჩვენ გვაქვს 12 სახლი, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახლა კოოპერატივი. 7 ოჯახმა. თაფლი დღეს გვაქვს, კარტოფილი, ხორბალი და 50 ძროხა გვყავს და ყველაფერი გათვლილია, ყველაფერი ასე ვთქვათ, გამზადებული გვაქვს ფინანსური თვალსაზრისითაც. ჩვენს მიერ წლიური გადახდილი პროცენტი მერყეობს 9%-დან 12%-მდე. იქიდან გამომდინარე თუ რა ტიპის წესია. ანუ ფაქტიურად თქვენ თუ 12%-იან წესს აიღებთ, ჩვენ ან 9-ს ან 12-ს მიზნობრიობას გააჩნია პროცენტ წლიურს გადავიხდით და გამოგივართ 0%-იანი ან 3%-იანი წესი. თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობის საერთო სასოფლო სექტორია და ნებისმიერი პატიოსანი ადამიანის მდგომარეობა, იმას არანაირი შესაძლებლობა გარდა რაღაცა საკუთრებისა, რომელიც გააჩნია, არა აქვს რომ ჩადოს გირაოთ იმისთვის, რომ სტარტაპის ფული გამოიტანოს. ეგ პრობლემას წარმოადგენს გეთანხმებით, ან უზრუნველყოფა ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის. ჩვენ ვაძლევთ გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი ისევ და ისევ რისკია საუბარდათ ცუდ ვარიანტზე, თუ არ დაბრუნდა სესხი და გირაოში გამოყენებული სასოფლო მიწა ვერ იქნა რეალიზებული, ჩვენ ნორმატიულ ფასად იყიდით ამას. ვაკეში დიდი ხანია აღარ მინდა მართალი გითხრა. ქალაქმა ამოწურა ყველა თავის შესაძლებლობა ჩემთან ურთიერთობაში. რა აღარანაირი სურვილი აქ ცხოვრების არ მაქვს ნამდვილად. უბრალოდ არ არის მარტივი დღეს სოფელი მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი ბევრია, რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მე უკვე 6 თვე ამ პროექტით დავდივარ ყველა ინსტანციაში, სადაც შესაძლებელია და პროექტი ადგილიდან ვერ დავძარე. სახელმწიფო ვაუჩერები რო გასცა, ახალდაწყებულებს არ ეკუთვნით, ასე რომ ვერც მაგით ვსარგებლობთ. ეხლა ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია.
გაიგმილი აქვს კოოპერატივების ხელშეწყობისთვის ცალკე პროგრამები. აქ შეიძლება იყოს სასწავლო მცირე ტექნიკის შეღავათიანი პირობებით გადაცემა ან გრძელვადიანი შეღავათიანი პირობებით გამოსყიდვის პირობით, ასევე სხვა სუბსიდირების პროგრამები იქნება და ამაში აი სასწავლო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაგეხმარება. ჩვენ გვაქვს პროექტი გაკეთებული 150 სულზე. ფერმა. ხო, 150 სულზე. ბუნებრივია რომ ამას გადამამუშავებელი ისიც დაჭირდება. ხო, მცირე, რა თქმა უნდა, მცირე. ხო, და ესე იგი ეს კიდე შესაძლებლობას მოგცემს რომ ამ კოოპერატიულ მოძრაობაში თქვა ჩავთოთ სამღერეთის და ჭივჭავის ხალხი. აი ამ თვალსაზრისით თქვა რა შეიძლება რომ თქვენ შემოგთავაზოთ ჩვენ. კარგი იქნება დონორები ჩავთოთ. ჩვენ რაიონში კოოპერატივი კარგად გაკეთებია. და ზუსტად მესიკორი არის ორგანიზაცია, რომელიც გრანტებით დაეხმარება ამ კოოპერატივებს. და გრანტის იშვალიცინებს ამ შემაგრობელი ცენტრის გაკეთებაში შეიძლება რომ ჩვენ შეგახვედრებთ ამ ადამიანებს რომ შეიძლება გააკეთოთ დაგაფინანსონ და გრანტის ნახევარი თანამონაწილეობით თანამონაწილეობა შეიძლება აგროფესტის გამოიყენოს. ახალი პროგრამა აქვს სახელმწიფოს დაზღვევა, მოსავლის დაზღვევა, აგროდაზღვევა, მოსავლის დაზღვევა. ამ შემთხვევაში რა ხდება? აგიხსნით როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ აგროდაზღვევა. ვთქვათ მაგალითად გქონდეთ 1 გექტარი კარტოფილის შემთხვევაში თუ მოსავალი უნდა აიღოს ფერმერმა 10000 ლარი. ხო. არის კარტოფილი არის მე მგონი 13%. ხო. 13% თანხას უნდა გადაიხადო რომ დააზღვრო თქვენი მიწა. და 13%-დან სახელმწიფო გთავაზობთ 75%-ს მე გადავიხდი. სახელმწიფოდან. 25% თქვენ რო გადაიხადოთ. ეს არის ჩვენი საქონელი. ხო. აგერ ეს პატარა ხმოვებია, დანარჩენები იქით ხარ. ეს მოზარი. ხო, დანარჩენები აქეთ არის. აი, ნახე როგორ ბალახს ძოვენ. და შენ წარმოგიდგინე როგორი რძე იქნება, როგორი ყველი იქნება რა. როგორი ხორცე არ ვლაპარაკობ, მაგრამ აქ იქნება სახლები რა. ბოსელი აღარ დაგჭირდება, იმიტომ რომ იქ ფერმას ვაკეთებთ. ფერმას იქ დაგაკეთებთ? ამას სულ ყველაფერს გადავაკეთებთ მის სასტუმრო სახლებად რა. აი აქ იყო ფერმა, კი. ძალიან კარგი ადგილი არის, სადაც იდეა შეიძლება ისო ფერმა გაკეთდეს. ისა აქ იქნება ქვემოთ საბილიარდო და კაფე და მაღაზია. აი ეს არის ჩვენი ხორბალი. ახე როგორ არის წამოსული უკვე. ვაკელების ძალისხმევას ააშენონ სოფელით, ჩვენ თქვენთან ერთად მომავალშიც მივადევნებთ თვალს, ნახოთ რა გამოვა. ფაქტია რომ თანამედროვე უცხოური კაპიტალი და აგრო გამოცდილება ქართულ აგროსფეროს ძალიან ჭირდება. იქ უამრავი რისკია, რომელსაც არც იაფი კრედიტი თუ გრანტი და არც ხვნის ვაუჩერი შველის. ამის ერთი მაგალითი უმსხვილესი ღორის ფერმა, რომელშიც საპარტნიორო ფონდმა ბანკთან ერთად 5 მილიონი დოლარი დააბანდა. 10,000 ღორი, რომელიც ამ სადგომებში იყო, ჭირმა იმსხვერპლა. კომპანია კალანდამ თანამედროვე ფერმის მოსაწყობად ჯამში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, თუმცა ბაზარზე პროდუქციის გატანიდან 1 თვის შემდეგ წარმოება დაიხურა. საქართველოს ბანკი მონაწილეობდა 4,4 მილიონი დოლარის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდი 1,300,000 დოლარის ფარგლებში. დანარჩენი იყო პარტნიორების მოტანილი. მართვაში ყავდა ინგლისური კომპანია. იმიტომ რომ გამოცდილება ამდაგვარი კომპლექსის მართვის ქართულ სივრცეში არ არსებობს. და მე ვერ მოვახერხეთ, ასე ვთქვათ, ამ აქტივის გადარჩენა. და მოგვიწია 10,000 ღორის, ასე ვთქვათ, 10,000 ღორი ვიზარალეთ. კალანდაში დღემდე იკვლევენ, საიდან შეაღწია ფერმაში ვირუსმა, არ გამოერიცხება დივერსიაც.
კომპანია დაარსების დღიდან მუშაობდა სადაზღვევო კომპანიებთანაც, თუმცა სურვილის მიუხედავად ცხოველების დაზღვევის სერვისი მათგან ვერ მიიღო. ყველა ვერსია შეიძლება არსებობდეს, სანამ ერთ-ერთი არ დასტურდება, ხო ხტებით, იმიტომ რომ ჯერ ასეთი თქვათ კონკრეტული იმისგან რა ქვია პასუხი ჯერჯერობით არ აგვაქვს სადაზღვევო კომპანიებთან რაღაც მიზეზების და გამო ვერ მოხდა, ასე ვთქვათ, დაზღვევა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუშაობდით. ეს პროდუქტი რაღაც ვერ არის კარგად ფეხმოკიდებული ჯერ სადაზღვევო ბაზარზე. სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ყველა ბიზნესს თავისი საოპერაციო რისკი ახლავს და მეწარმეების მხრიდანაც მეტი ყურადღება საჭირო, თუმცა მთავრობის როლსაც ხედავს და არ გამორიცხავს მათ აღმოფხვრაში. აგროდაზღვევის ბაზარი საქართველოს საკმაოდ ცუდად არის განვითარებული დღესდღეობით. ჩვენი სამეცნიერო ახლა უკვე მუშაობს როგორც საზღვაო კომპანიებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმაზე, რომ შეიმუშავოს დაზღვევის სისტემა. აქ ლაპარაკია პრინციპში ორივე მიმართულებაზე, თავიდან ალბათ იქნება მემცენარეობის მიმართულება, რადგან შედარებით რომ მარტივია და სამართავად, ხოლო შემდეგ უკვე ვეტერინარული პროდუქციის მიმართულებით დასკვას. ფერმის ზარალი ამ დროისთვის ჯამში 8 მილიონი ლარია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ უკან დასახევი გზა არ აქვს და მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ, რაშიც კვლავ საფინანსო ინსტიტუტების იმედი აქვთ. საპარტნიორო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს ხელმეორედ განიხილოს პროექტის ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ, ვთქვათ, გამიხილოთ თავიდან ეს დოკუმენტაცია და გვერდში დავუდგეთ ამ პროექტს. სოფლის მეურნეობა საერთოდ რისკის მომცავი სექტორი არის საერთოდ, მაგრამ ამიტომაც არის, რომ საპარტნიორო ფონდი თქვათ ამ სექტორში მონაწილეობს, რომ ხარში დაუდგეს თქვათ იგივე ქართულ თუ უცხოელ ინვესტორებს, ვისაც აქვთ რაღაც ინიციატივები, რომ განახორციელონ პროექტები. ამის გამო ჩვენ ამითაც ვსწავლობთ, ვიღებთ გამოცდილებას და რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ ამას, მაგრამ არანაირად არ შევწყვიტავთ ამ სფეროში მონაწილეობას და პირიქით, ძალიან გვინდა რომ სოფლის მეურნეობაში რა შეიძლება მეტი პროექტი იყოს, რომ მეტი დავაფინანსოთ. დაფინანსების შემთხვევაში იანვრისთვის საჯიში ღორების ახალი პარტიის შეძენას გეგმავენ და ფიქრობენ, რომ ბაზარს უკვე ერთ წელიწადში ძველი სიმძლავრით დაუბრუნდებიან, ოღონდაც უკვე სადაზღვევო პოლისით. რეკლამის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის მესამე ეტაპი უნდა დაიწყოს დაფარავს თუ არა მთავრობა წამლების ფასსაც, რომელიც წამლები დაფინანსდება და ვინ მიიღებს ამ შეღავას, მინისტრ პირადად შევეკითხებით. აგრეთვე რატომ იზრდება ავტომობილების ექსპორტი მაშინ, როცა აზერბაიჯანში ახალი რეგულაციების გამო მოლოდინი მკვეთრი შემცირება იყო. ავტოდილერები ამას მარტივად ხსნიან და ექსპორტის ვარდას ჯერ ისევ ელიან. დაგველოდეთ.